გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. გასული საუკუნის შუა პერიოდში ამერიკაში ორმა სოციოლოგმა ვილიამ შტრაუსმა და ნეილ ჰოუმი შექმნეს ასეთი ნაშრომი თეორიები თაობების შესახებ, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა არა მარტო ამერიკაში. თუმცა თვითონ ავტორები ამბობდნენ, რომ ეს თაობების თეორიები, რომელიც მათ შექმნეს, განკუთვნილი იყო ამერიკელებისთვის. რას გულისხმობდა ახლა ეს თეორიები? ეს გულისხმობდა, რომ მათ შეისწავლეს გარკვეულ 15-20 წლიან პერიოდში, გარკვეულ საზოგადოებაში, ამ პერიოდის განმავლობაში, წლების განმავლობაში ადამიანებს უყალიბდებათ გარკვეული გემოვნება, კულტურა, ომებია, კრიზისები, ამ გადატანის დროს, ამ ცხოვრების პერიოდში ამ თაობას 15-20 წლიან თაობას უყალიბდება უკვე გარკვეული კულტურული გემოვნება, ღირებულებითი გემოვნება, მსოფლმხედველობა და ეს თაობითი ეს ღირებულებები განსხვავდება სხვა თაობებისაგან. ისინი არ ამბობენ ახლა რამდენად კარგია, ცუდია, ის ყურადღებას აქცევენ ბუნებრივია ტექნოლოგიურ ზრდას, ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ ცვლილებებს იმ დაკვირვებებს, რომელსაც აწარმოებდნენ ამ ადამიანებზე. ბუნებრივია ჩვენ არ შევდივართ დეტალებში, ეს არც გვაინტერესებს სარწმუნოებრივი კუთხით, ესე არ ყოფთ ახლა იქ 45-46 წელს სხვადასხვა თაობებს ბუნებრივია ჩვენ არ მივაკუთვნებთ, თუმცა ეს თეორია პრაქტიკულად გამოიყენეს შემდეგ მარკეტოლოგებმა, იმიტომ რომ ამ შესწავლამ, ამ თაობების შესწავლამ, მათ თვისებების შესწავლამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია იყო ამ მარკეტოლოგებისთვის, შემდეგ პოლიტოლოგებისთვის, შემდეგ სამედიცინო სფეროში და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, იმ გლობალურ მარკეტინგურ სისტემაში ეს თაობების შესახებ თეორია საკმაოდ ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა და სასარგებლო ბიზნესის კუთხით. ჩვენ სხვა აზრი დაგვებადა. ჩვენ სარწმუნოებრივად ვუდგებით ამ საქმეს და ჩვენ გვაქვს ცნება მართლმადიდებლებს, რომ შეიცანის ჟამი. ამრიგად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს თაობები, ეს თეორია, რომელიც დაყოფილია დაახლოებით 5 თაობაზე ბოლო 100 წლის განმავლობაში, ჩვენ შევეცდებით ეს ამ 5 თაობის განხილვას და შევეცდებით მამებზე დაყრდნობით ციტატების მოვიყვანთ, რას საუბრობენ ამა თუ იმ პერიოდში და იმ მახასიათებლებს, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ თაობას და შევეცდებით გარკვეული სურათი ჩამოვაყალიბოთ, როგორი სულიერი განვითარება ჰპოვა ამა თუ იმ თაობამ, ამა თუ იმ პერიოდში, რა ხდებოდა დაახლოებით, როგორ ახასიათებდნენ და საბოლოოდ რასთან მივედით, ხო? თავიდანვე ვიტყვით, რომ ჩვენ არ გსურს რაღაცა პესიმიზმში ჩავარდეთ, ვიღაცა ადამიანებმა ეს არასწორად გაიგოს, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ იმ რეალური ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელსაც აფასებს თანამედროვე მამები ამ პერიოდს, ამა თუ იმ თაობას და ბუნებრივია ჩვენ აქაც არ გულისხმობთ ნებისმიერ ადამიანს და ყველას აბსოლუტურად ასე შემდეგ და ბუნებრივია ასევე ჩვენ არასდროს არ გამოვრიცხავთ დაგვიფაროს მეთქვა, რომ მცირე სამწუხო არ არსებობდეს და გამონაკლისი არ არსებობდეს და ზოგადად მიდრეკილება სწორ მადლი არ არსებობდეს და ეკლესიური ცხოვრება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეს შეფასებები, რომელიც იქნება ჩვენს მიერ გაკეთებული, ეს იქნება დაახლოებითი შეფასებები, თუმცა იმ ეპოქასთან დაკავშირებით, რომელზედაც გვექნება კონკრეტულად საუბარი. ანუ ამ თეორიას გამოვიყენებთ. თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ეს 5 თეორიაში პირველ თეორიას, პირველ თაობას ისინი მიიჩნევენ the silent generation, ანუ ესეთი ჩუმი თაობა და გამოყოფენ 1925-26 წლები 45 წლამდე, 1945 წლამდე. ამ თაობას ეხლა წყნარი თაობა, ეს თითქმის ომამდელი თაობაა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ამ თაობის სულიერი მდგომარეობა განვიხილოთ, უნდა გავიხსენოთ ეგნატე ბრიანჩაინოვის სიტყვები მე-19 საუკუნის ბოლოს. ანუ რა მდგომარეობა იყო სულიერ თვალსაზრისით მე-19 საუკუნის ბოლოს და შემდეგ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში როგორ ვითარდებოდა. ანუ ეს გარკვეულ სურათს მოგცემს ბუნებრივია, ხო? აი, ეგნატე ბრიანჩაინოვი ამბობს, ხო, რელიგიური თვალსაზრისით ჩვენი დრო ერთობ მძიმეა, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და სხვადასხვაგვარ განდგომილებას აქვს ადგილი და ფართო გასაგანი ჰპოვა გარაჩვეულებრივი ესეთი ენერგიით და თავისუფლებით მოქმედება დაიწყო ამ გარკვეულებამ. ანუ ესეთი შეფასებაა ზოგადი მე-19 საუკუნეში ის ასევე ამბობს წერილებში, რომ
ხო თქვენ ყოველდღე სამღვდელოებისობა მიმართავს ერთ-ერთ ეპისკოპოსს, როგორ გავს ჩვენი დრო ბოლო ჟამს. და ხშირად ამის შესახებ აპელირებას აკეთებდა წმინდა ეგნატე ბრანჩიანი, როგორც ჩვენ ვიცით. ასევე საინტერესოა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში წმინდა იოანე კრონშტადტელი რას ამბობდა, ხო? საოცარი ნეულება გავრცელდა დღესდღეობით ჟინი გასართობთა მიმართ. ანუ გართობის სურვილია. ის ამბობს და არასდროს ყოფილა გართობისადმი ასეთი მოთხოვნილება, როგორიც ახლა. ეს პირდაპირ მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანები ვეღარაფრით ცხოვრობენ, რომ ისინი გადაეჩვნენ შეჭირულთა სასარგებლო შრომათა და შინაგანი სულიერი ცხოვრებით სერიოზულ ცხოვრებას და მოიწყინეს. ანუ პირველი დამახასიათება ჩვენ ასე ვთქვათ, ან ბოლო ჟამის შეფასება უკვე მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს, რომ იწყება მოწყინება და იწყება გართობის სურვილი. სხვა შეფასება რა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში. ჩვენ ხედავთ, რომ ღუმებია, მე პირველი მსოფლიო ომიც ზუსტად უკვე მაგ პერიოდს ემთხვევა, ამ დროს კრიზისია, მსოფლიო კრიზისია, არის კრიზისი როგორც ევროპაში, ისე რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ამერიკაში, ეს კრიზისი ბუნებრივი ამასთან დაკავშირებული იყო ომი, თუ სულიერი თვალსაზრისით. მე ჩვენ ვიცით, რომ მაგ პერიოდში ჯერ კიდევ ბევრი მონასტრები არსებობდა, მრავალ ოჯახში იყვნენ მონაზვნები, როგორც ჩვენთან საქართველოში, ასევე რუსეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასევე რელიგიური ცხოვრება ვითარდება იქეთ უცხოეთში, ევროპაში, ამერიკაში, საბერძნეთში, მართლმადიდებლური კუთხით რო შევხედოთ, ანუ ჩვენი შეფასებისას შევეცდებით ეს დასავლური და ყოფილი საბჭოთა გამოცდილება, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით, იმ ეპოქაში რა ხდებოდა. და მოკლედ ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი რა იყო. უკვე იწყება ურწმუნოება, განდგომილების სული არის, გართობის სული არის, ოჯახები ჯერ კიდევ იქმნება, ბუნებრივია, თუმცა კრიზისია. ოჯახი, ერთგული ოჯახი და მართლმადიდებლური ოჯახი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი ღირებულება აქვს. ყველა ოჯახში ჯერ კიდევ ხატებია, საზოგადოება მორწმუნეა და იწყება აქეთ რევოლუცია, რომელსაც მოყვება შემდეგ სამეფო დინასტიის დამხობა, საბჭოთა კავშირის აშენება და იწყება კომუნისტური რეჟიმი. აქეთ ფლანგზე, რაც შეეხება იქ დასავლურ ფლანგს, ამ დროს იწყებს განვითარებას ლიბერალური თეოლოგია, ლიბერალური იდეები, თავისი ღირებულებებით. ეს არის პირველი ეტაპი, ანუ რაც შეიძლება დამახასიათებელი ყოფილიყო და დიდხანს ამაზე არ შევჩერდეთ. შემდეგი ეტაპი უკვე არის 1946 წლიდან 1964 წლამდე, ბუნებრივია ეს წლებიც პირობითია, მაგრამ ამ პერიოდს დაარქვეს ბეიბი ბუმერები, ამ თაობას დაარქვეს, ბეიბი არის ბავშვი და ბუმ არის ბუმი მოხდა. ომის დასრულების შემდეგ იწყება გამრავლების დემოგრაფიული ზრდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, იქეთ ევროპაში, ომის დასრულების შემდეგ ერთი სიტყვით იწყება განვითარება. ამ დროს შრომის მოყვარეობა, ესეთი პატრიოტიზმი, ესეთი შეგრძნებები ძალიან ფასობს. ადამიანებში ჯერ კიდევ არის გარკვეული დონე რწმენის, მათ კიდევ ჯერათ, რომ არსებობს მეორედ მოსვლაც, ესეთი შიშიც აქვს ღვთისა ადამიანებს, ესეთი განწყობა არის. თუმცა უკვე აქეთ კომუნისტური პერიოდია და იწყება ეკლესიის დევნა და სულ უფრო და უფრო უკვე ჩანს ეს განდგომილების დიდი ისეთი მკაფიო ნაბიჯები, რაც შეეხება დასავლურ მიმართულებაში, იქ ღვთისმეტყველები ამ საბჭოთა ქვეყნებიდან, ვინც მოასწრო წასვლა ან გადასახდნენ იქეთ ევროპაში, დასავლეთში და სხვა იქეთ ამერიკაშიც, მათ შორის აქ იწყება სხვა საზღვარგარეთური ეკლესიის ჩამოყალიბება, იწყება სხვა ცხოვრება, ჩვენ ვიცით, რომ იქ უკვე მოღვაწეობენ შემდეგ უკვე ცნობილი მამები, სერაფიმ როუზე, არქიმანდრიტი, მთავარი ეპისკოპოსი ამბერგი ტაუშევი, წმინდა იოანე შანხაელი და ბევრი სხვა მამები, რომლებიც სწორედ იწყებენ წერას იმ პერიოდზე, უკვე რომელსაც ცოტა ხანში ჩვენ ვიტყვით. ანუ ბეიბი ბუმერებს რა ახასიათებს კიდევ? ეს არის თაობა, რომელიც ჯერ კიდევ მრავლდება, მაგ დროს ბუნებრივია ეს გამრავლება იწყება, თუმცა ძალიან მალე
ამ ეპოქის ბოლოს, უკვე 60-იან წლებში და 60-დან 70 წლებამდე ჩვენ ხედავთ, რომ იწყება სექსუალური რევოლუცია, ხო? ეს ცნობილი მაგ დროს გამოჩნდა როკ მუსიკოსები, გამოჩნდა ბიტლები, ლედ ზეპელენი, Animals, სხვადასხვა ჯგუფები, სხვათა შორის იქნება ეს ჯგუფები ძირითადად ინგლისში და იწყებენ მთელ მსოფლიოში პოპულარობას, საკმაოდ ხელოვნურად განვითარებული პოპულარობა, უნდა ვთქვათ ასევე, რომ ისინი ბიტლები მაგალითად ამერიკაში რო ჩადიან, იმ პერიოდში საკმაოდ კონსერვატიული შეხედულების იყო ამერიკა და პირველი ჯერზე გაუჭირდათ ასე ვთქვათ განვითარება, იმიტომ რომ კონსერვატიული საზოგადოება ამ სიმღერებს, ამ Rolling Stones და ასე შემდეგ ამას არაფერს არ ღებულობდნენ, ამას ფრთხილად უყურებდნენ, თუმცა ეს ვითარდება და ვითარდება. როგორც ჩანს, ეს გლობალისტების მიერ უკვე ეს რო დაინახეს, რომ გამრავლება, ეს ბუმი, შობადობის ბუმი საკმაოდ დიდი გაიზარდა, პირდაპირ გადადიან საპირისპირო ქმედებებზე, უკვე მაგ თაობის ბოლოს და ჩვენ უკვე ვხედავთ ამას, უკვე ნარკომანია, იქ ხიპები, ოჯახურ ღირებულებებზე დარტყმა და მთავარი ხდება. უკვე იწყება სარწმუნოების შეურაცხყოფა. ჩვენ გვახსოვს ახლა ცნობილი ფრაზა ჯონ ლენონის, ხო, რომელიც ამბობს, რომ ბიტლებზე როდესაც იყო საუბარი, ის ამბობს, რომ ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტეო, ხო? ყველას ახსოვს ეს ცნობილი გამოთქმა ჯონ ლენონის, რამაც გამოიწვია მაშინდელი სოფლიო მოწმე საზოგადოების შეშფოთება, მაგრამ გამოიწვია დიდი დარტყმა, თუმცა მეორე მხრივაც აი ანტიქრისტიანული კუთხით ეს იყო დარტყმა სარწმუნოებაზე და ამის მიმდევრები ბევრიც გამოჩნდა ამ გაბედულ სიტყვას მოყვა კიდე მრავალი სხვა სიტყვა სხვადასხვა მომღერლების, სხვადასხვა შემსრულებლების მხრიდან და ამან ბუნებრივია ეს არის ერთგვარი უკვე გარდამტეხი პერიოდი. აქ უკვე ლიბერალური ღირებულებები ძალიან იზრდება ამ საზოგადოებაში, ნარკოტიკები კიდევ ერთხელ თავისუფალი ცხოვრების წესი, თუ პირველ პერიოდში, რომელიც ახასიათებდა მაგალითად ომის დასრულებას, იქ უფრო მეტი შრომის უნარიანობა იყო, შრომის მოყვარეობა, რაღაც პროგრესზე ფიქრი იყო, ადამიანები მაინც ღვთის განგებას მოელოდნენ, მის იმედზე იყო სასოება ჰქონდათ, რადგანაც ომის დროს ახლა ბუნებრივია შემწეობას ითხოვდა ადამიანი, ხედავდა რომ რამდენჯერ იქნებოდა ახლა რამდენი მეომარი იქნებოდა ისეთ გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც პირდაპირ ღმერთს მიმართავდა თხოვნით და ეს სარწმუნოებრივი მომენტი იყო. ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირშიც კი იყო ეს მომენტები, ჩვენ გვახსოვს ეს სტალინის ბრძანებები, მონასტრების გახსნები, ეკლესიის გახსნა და ერთი სიტყვით ეს ელემენტი იყო, ეს ელემენტი ინგრევა მაგ პერიოდში და იწყება ეს ბეიბი ბუმერი და ბეიბი ბუმერების ბოლო ეპოქა უკვე, აი ბოლო პერიოდი უკვე გამოიხატება სწორედ აი რევოლუციური დარტყმით, პირდაპირ იწყება რევოლუციური დარტყმა ეკლესიაზე. რა ხდება კიდევ? ახლა იოგა შემოდის მაგ დროს, უკვე იწყებენ ლაპარაკს ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, რაღაც სხვადასხვა მინდრეკილებები უჩნდება ადამიანებს, ყველაფერი კეთდება, რათა დისკრედიტაცია მოხდეს ეკლესიის. ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული სარწმუნოების ნაპერწკალი, ბუნებრივია ამ თაობაში, მაგრამ ეს იწყებს სერიოზულ კლებას. ამ დროს ამ თაობამ იცის რა არის ჭეშმარიტება, ხო? თუმცა ამ ჭეშმარიტებას არ აღიქვამენ უკვე სერიოზულად, უკვე იწყება დევნა ჭეშმარიტების, ეკლესიის დევნა იწყება აქეთ საბჭოთა ფლანგზე ბუნებრივია აშკარად მიმდინარეობს ეს დევნა, თუმცა არანაკლები დევნა მიმდინარეობს იქეთ ევროპულ და ამერიკულ ფლანგზე, ასე რომ ვთქვათ, და უკვე შევდივართ სწორედ იმ პერიოდში, რომელსაც ეძახიან X generation, ეს არის X თაობა, რომელიც დაახლოებით მოიცავს 1965-1980-იან წლებს. აქ უკვე ეს საბჭოთა პერიოდში ეს არის სტაგნაციის პერიოდი, ასე რომ ვთქვათ, არაფერი არ ვითარდება ისეთ საბჭოთა კავშირი რაღაცა უფრო დაღმართშია, ასე რომ ვთქვათ, იქ რაღაცა ცვლილებების მოლოდინი არის, სარწმუნოების კუთხით პირდაპირ კომუნისტურ რეჟიმში დევნა, იქ KGB მუშაობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება დასავლეთს, აქ უკვე სერიოზული საკითხები, სერიოზული იმ თვალსაზრისით არის, რომ ამ დროს ჩვენ ვხედავთ
უკვე ჰუმანიზმის ელემენტებს, ჩვენ ხედავთ ნიჰილიზმის ელემენტებს, ჩვენ ხედავთ რეალიზმის ელემენტებს, ჩვენ ხედავთ, რომ ეს განსაკუთრებით ამის შესახებ უკვე ლაპარაკობენ ისეთ მამები, როგორიც არის ამბერგი ტაუშევი, სერაფიმე როუზი, ისინი იწყებენ ამ პერიოდის განხილვას, აქეთ ევროპაში მაგ პერიოდში უკვე იუსტინე პოპოვიჩი ხავს, იუსტინე პოპოვიჩი, ვილიამ მიროვიჩია, საბერძნეთში წმინდა პაისი და ყველანი უკვე იწყებენ ეს ადამიანები, წმინდანები და ავტორიტეტული მამები მათ შორის, რომლებიც იყვნენ ამ ეპოქის, ამ X ეპოქის შეფასებას. აქ ძალიან საინტერესო ის არის, რომ აი რა შეფასებებს ხედავთ ჩვენ, პირველ რიგში მოდით დავიწყოთ ამბერგი ტაუშევის, რას ამბობს ამბერგი ტაუშევი ამ თაობაზე. ეს თაობა ყველაფერზეა თანახმა. ოღონდ ეკლესია არ ერეოდეს მის ცხოვრებაში. ანუ რა არის ესე იგი ერთ-ერთი დამახასიათებელი, რომ ეს თაობა მიუხედავად იმისა, თაობა იმისა აღიარებს, რომ რაღაცები ხდება, ჯერ კიდევ არის რაღაც სარწმუნოებრივი დამოკიდებულება, მაგრამ ოღონდ ეკლესია არ იყოს მათ ცხოვრებაში. შემდეგ ეს ჰუმანიზმის კუთხით რას ამბობს? თუ ჰუმანიზმის შვილთ ჯერ კიდევ სრულად არ უარყვიათ ქრისტიანობა და რაღაც გაურკვევლობის გამო ჯერ კიდევ თავს თვლიან ჭყალებში ქრისტიანებად, მაინც ქრისტიანობა მათთვის არა უმეტესია, ვიდრე ლამაზი ტრადიცია. აი აქ საინტერესო შეფასებაა, რომელიც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისთვის და არა ცხოვრების იდეოლოგია, სოფხედულობა, რომელთაც უნდა იხელმძღვანელო. ამრიგად კიდევ ახალი ტერმინი შემოდის, ხო, ეს როგორც ლამაზი ტრადიცია, ჩვენ ხედავთ მე ჩვენთანაც მაგ პერიოდში ზუსტად უკვე იწყება ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის დასასრულია, ჩვენ ხედავთ უკვე ხალხი დიდ დღესასწაულებზე იწყებს სიარულს, გარკვეული რწმენა რჩება, ეკლესიები იხსნება პერიოდულად და მაგრამ არის თაობა, რომელიც პირდაპირ იძახის, რომ თქვა ღმერთის წამს, მაგრამ ეკლესიის არ წავს, ხუდლის არ წავს და ასე შემდეგ. ამ პერიოდში დასავლეთში უკვე ფართოდ არის ლიბერალიზმი განვითარებული, მათ შორის ეკლესიაში მოდერნისტული კუთხით იწყება განვითარება, სერიოზული განვითარება, მაგრამ მთავარი ღირებულება მაინც არის ჰუმანიზმი, მაინც არის რეალიზმი, იუსტინე პოპოვიჩი ამაზე ამახვილებს ყურადღებას და ამ დროს არის აი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იმ თაობის არის აი თავისუფლება, სრული თავისუფლება, ლიბერალური აი ცნობილი სიტყვებია სერაფიმ როუზის, აი ამ თავისუფლებას ახასიათებს take it easy, ანუ ყველაფერს იოლად შეხედებო, ხო? ეს იყო დამახასიათებელი, ხო? ის ამბობს ასევე რომ ამ დროს უკვე ნიჰილისტური თეორიების სერიოზულად გავრცელდა საზოგადოებაში და იმის მიუხედავად რომ ადამიანი ჯერ კიდევ ღმერთს ახსენებს, ამ ტერმინოლოგიაში არის ამის გამოყენება, ამის მიუხედავად ნიჰილიზმი არის ჩაბუდებული და ის ამბობს რომ ჩვენს დროში იმდენად გავრცელდა და ფეხი მოიკიდა ნიჰილიზმმა, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად შეიჭრა თანამედროვე ადამიანის გულსა და გონებაში, რომ აღარ არსებობს აღარანაირი ფრონტი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი დამარცხება. ამ აგდროს ასევე შემოდის ახალი ადამიანის ტერმინოლოგია, რომელსაც ხშირად იყენებს სერაფიმ როუზი თავის ნაშრომებში, ის ამბობს, რომ ვინ არის ეს ახალი ადამიანი, ასევე დამახასიათებელი იმ თაობისთვის, ესე იგი, ეს არის ფესვებ დაკარგული ადამიანი, მას გაწყვეტილი აქვს კავშირი წარსულთან, ნახეთ როგორი შეფასება, რომელიც ნიჰილიზმმა დაანგრია. იგია ყოველი დემაგოგისათვის სანატრელი ნედლეული, თავისუფლად მოაზროვნე ჭყალებში, სკეპტიკოსი, დახშული მხოლოდ ჭეშმარიტების მიმართ და გახსნილი ყოველი ახალი ინტელექტუალური სტილისთვის, ახალი აზრისთვის. შემდეგ ის აფასებს, როგორ აფასებს ლიბერალებს. ლიბერალს შეიძლება აინტერესებდეს კულტურა, განათლება, ბიზნესი, ან უბრალოდ კომფორტი, მაგრამ მთელ მის საქმიანობაში არსად ჩანს აბსოლუტის მნიშვნელობა, აბსოლუტური ჭეშმარიტების წყურვილი გაქრა. ის ამ ქვეყნიურმა ამოებამ შთანთქა. აი ეს არის ასე ვთქვათ კრიტიკული უკვე ამ პერიოდის შეფასება, იმიტომ რომ აქ უკვე გვეხებთ ჩვენ, ანუ იმ თაობას უკვე აბსოლუტური საერთოდ არ აინტერესებს. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, მაგალითად ხშირად მართლმადიდებლები იყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, ხო? ეს სიტყვა აბსოლუტური საერთოდ გაუგებარია
გახდა იმ თაობებისთვის და შემდეგი თაობებისთვის კიდე საერთოდ გაუგებარია ეს აბსოლუტური, საერთოდ არ იყენებენ აბსოლუტური ისინი მიიჩნევენ საკუთარ აზრს, საკუთარ თავისუფლებას, ნებისმიერ რამეს, რასაც იტყვიან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეცვალონ ეს აზრი, ან სულადაც იყოს იმ წინა აზრის საპირისპირო აზრი, ამის მიუხედავად ისინი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ თავის აზრს, რადგანაც მაგ დროს ვრცელდება ეს თავისუფალი იდეები, იმდენად ამპარტავნია ეს ადამიანი, იმ თავისუფალი ჭაღალებში ადამიანი, ამ განსაკუთრებით ეს ეხება დასავლეთზე ვსაუბრობ. მაგ პერიოდში რომ აი არაფრად არ აგდებს არანაირ ჭეშმარიტების აბსოლუტურად შეფასებას. ამ დროს ეს უკვე 90-იანი წლების ბოლოა, დაახლოებით 90-იანი წლებია, მილენიალების პერიოდია. ამ დროს უკვე საკმაოდ საინტერესო პროცესები ხდება, აქეთ საბჭოთა კავშირი ინგრევა, ჩვენ ვიცით, ეროვნული მოძრაობა იწყება და ეკლესია აქტიურდება, იმის მიუხედავად, რომ მრავალი წელი ეს კომუნისტური რეჟიმი იყო, ამის მიუხედავად სწრაფად იწყება აღორძინება და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად საკმაოდ რთული პერიოდი იყო აღმოსავლეთში, ამის მიუხედავად ბევრი მამები სწორედ აი ზოგიერთი ნეტარ პერიოდადაც კი მოიხსენებენ სულიერი კუთხით, იმიტომ რომ მაგ პერიოდში გარკვეულ ხანი განსაკუთრებით 90-იანების ბოლო გამოირჩეოდა ადამიანების ეკლესიაში მისვლით, ადამიანის წყურო და ჭეშმარიტება და სულ სხვა პროცესები ვითარდება სინამდვილეში, განსხვავებით ამ X თაობებისა, რომელიც ხორციელდება დასავლეთში, აქ უკვე სულ სხვა პროცესებია. აქვე შემოდის დროის სულისკვეთებაზე საუბარი, ანუ როგორც ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იმ თაობის, ჩვენ ნეტარი იუსტინე პოპოვიჩი გვახსენდება, ის ამბობს, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თაყვანისცემის საგანი, რაზეც მილიონობით ადამიანს ცნობიერება და მსოფლმხედველობა შეეცვალა, არის დროის სულისკვეთება. ამას სოფლის სულს თაყვანისცემა, წმინდა მამები შენიშნავენ, ის, ვინც ეგება ამ სოფლის სულს, ღმერთზე და ღვთაებრივზე აღარ ფიქრობს, აღარ საუბრობს, აღარ წერს, არამედ ცხოვრობს ისო, თითქოს ღმერთი არ არსებობს. აი ეს არის უკვე ამ მე-20 საუკუნის ზუსტად მაგ პერიოდის დასასრულის შეფასება, რომ ადამიანი უკვე ფაქტობრივად ღმერთით აღარ ცხოვრობს. ეს არის ერთგვარი შემაჯამებელი წელი, საუკუნე მთავრდება, მაგ დროს ჩვენ ხედავთ, რომ უკვე ფაქტობრივად ლიბერალიზმმა გამოაჩინა თავისი ბრჭყალები, ეს ბრჭყალები გამოაჩინა არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ ჩვენთანაც, ჩვენს ეკლესიაშიც მათ შორის იწყება ლიბერალური მოძრაობა, იწყება მოდერნიზმის განვითარება, მშვენიერი ღირებულებები შემოდის პირველ პლანზე, იკლებს სულიერი ხედვები, ადამიანებს ოჯახის მიმართ დამოკიდებულება უკვე ეცვლება, რადგანაც მაგ პერიოდში აქტიურდება როგორც ფემინიზმი, ასევე აქტიურდება LGBT მოძრაობა, ყველა სახის გარყვნილება, მათ შორის ნარკომანია, სხვადასხვა ინსტიტუტები იქნება, რომლებიც პირდაპირ ანგრევენ ამ ოჯახურ ღირებულებებს და თუ ადრე აი მე-20 საუკუნის ბოლომდე ჯერ კიდევ იყო ეს ღირებულებები, რომ ოჯახი არის მთავარი, ღვთაება არის მთავარი ღირებულება, შემდეგ ოჯახი, რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს, ამას უფრთხილდებოდნენ, თან საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვანად უფრთხილდებოდნენ. მათ შორის კომუნისტურ პერიოდშიც უკვე ამ ახალი საუკუნეში, 21 საუკუნეში ამას ეს Generation Z, ანუ Gen Z ეგრეთ წოდებული თაობა იწყება, უკვე აქ ამ თაობაში ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად იცვლება დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიმართ, აბსოლუტურად სხვაგვარი მიდგომა გვაქვს. ჩვენ ხედავთ, რომ რა ხდება, ესე იგი Gen Z-ის თაობაში პასუხისგებლობა მაქსიმალურად კლებულობს ადამიანებში, რელიგიური განცდები უფრო მიღებულია მოდერნისტული ლიბერალური დამოკიდებულება, მათ შორის ეკლესიაში, ეს მშვენიერი მიდრეკილებები უფრო ჭარბობს, ფსიქოლოგია შემოდის, ფსიქოლოგია როგორც მძლავრი იარაღი ეკლესიისა ნაცვლად სულიერებისა, აქ არა გვაქვს ჩვენ გართულება ფსიქოლოგიის როგორც დარგის
მის პროფესიონალიზმზე, არამედ იმ ჩანაცვლებაზე საუბრობთ, რომელიც სულიერების ნაცვლად იყო შემოთავაზებული ადამიანებში და ეს უკვე დიდი პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ჩვენ ხედავთ ამ დროს რომ ადამიანებს ყველას თავისი აზრი აქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, როდესაც მინდის საუბარი, ყველა თulis რომ მე ვარ მართალი, ის საერთოდ რელატივიზმი შემოდის, ანუ ყველაფერი შეფარდებითია, ეს ფარდობიტების თეორია სერიოზულ გასახანს პოვებს ამ საზოგადოებაში. რაც შეეხება ეკლესიურ ცხოვრებას, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ უკვე კლებულობს სარწმუნოების, აი ეს ცეცხლი ნაპერწკალი უკვე ესეთი აღარ არის, თუმცა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მცირე განსაკუთრებით აქეთ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მაგრამ იგივე ვერ ვიტყვით ჩვენ უკვე დასავლეთში, სადაც გაცილებით უფრო დიდი დარტყმა მიაყენა ლიბერალურმა წყობამ, მათ შორის ევროპულ საზოგადოებას, ჩვენ ხედავთ რა დონის განყურნება წავიდა იქ დასავლეთში, მაგრამ სადაც გამრავლდეს ბოროტება, იქო გადაემართოს მადლი, ჩვენ ხედავთ გარკვეულ ცვლილებებს მაგ ეპოქაში უკვე ჯენზის თაობებში ამერიკაში, ჩვენ ხედავთ რომ პროტესტანტული წრიდანაც მართლმადიდებლობაში ექცევენ ბევრი ადამიანები, არის გარკვეული მიდრეკილება, თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგადად პრობლემაზე, ჩვენ მასიურ პრობლემას თაობების ბუნებრივია უფრო ანტიქრისტიანული სახის არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობთ, ამ თემებს განვიხილავთ, ამ ადამიანების ქცევებს, ჩვენ ამით გსურს დავანახოთ ის რეალური სახე, რეალური პრობლემები, რეალური მიდრეკილებები, რომელიც ამ თაობას გააჩნია. არა იმ კუთხით, რომ დაიჩაგროს და ვთქვათ, რომ აი ჩემი თაობა შენზე უკეთესია, ან სხვა რაღაცა არასწორი შეურაცხყოფის კუთხით. არა, უბრალოდ შეფასებას ვაგრძელთ იმ ადამიანების გამოცდილებით, განსაკუთრებით წმინდანების გამოცდილებით და ჩვენი დაკვირვებითაც, ხო, პირადად ახლა ათიშვილის მამა ვარ და ვხედავ, რომ განსხვავება ხო პირველ 5 შვილს და შემდეგ მომდევნო 5 შვილს შორის განსხვავება იდეოლოგიური, სოფხედელური განსხვავება, დამოკიდებულებაში განსხვავება, სარწმუნოებრივ მიდგომებში განსხვავება. აი ბევრი ცვლილებებს ხედავ. ჩვენ ვაკვირდებით ადამიანებს ჩვენს ირგვლივ სკოლებში, ინსტიტუტებში, ეკლესიაში, სამსახურებში. ხედავთ როგორ ფიქრობს ადამიანი, როგორი დამოკიდებულება აქვს საერთოდ ზოგადად ეკლესიის მიმართ და სწორედ ამ ჯენზის თაობაზე როდესაც საუბრობთ, აქ არის ზუსტად ეს ურწმუნოების სული მკაფიოა ძალიან, თუმცა შენიღბულია, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი ფაქტობრივად მას არ სურს საერთოდ ღმერთზე ილაპარაკოს, საერთოდ არც აინტერესებს, ვხედავთ მასიურად უმრავლესობა ახალგაზრდობის მაგასაკის ადამიანები, ჯენზის თაობის ადამიანები, საერთოდ არც კითხულობენ რელიგიურ საკითხს არ განიხილავენ, ჭეშმარიტება მათთვის არის ის, რასაც თვითონ იტყვიან, არ არსებობს მათთვის ეს კრიტერიუმი, როგორც ასეთი, როგორც ჩვენ გვესმის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება, ეს საერთოდ არ ესმით ეს ტერმინი ასე კიდე რა არის დამახასიათებელი მაგ საკისთვის, ის დამახასიათებელი გარკვეული უპასუხისმგებლობა, აი თუ ძველი თაობა პრინციპულად უდგებოდა საქმეს, იქ ოჯახოისადმი ერთგული იყო, ეს თაობა ნაკლებად არის დაინტერესებული საერთოდ მუშაობით, თუ იმუშაობს პრეტენზიულია საკმაოდ, უნდა მეტი ფული, უფრო მეტი სიარული და ისეთი კომფორტული ცხოვრება, ხო, კომფორტი შემოდის ყველგან და ყველაფერში. მაგ თაობას ასევე ახასიათებს ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, ეს ასევე ეს LGBT თემებთან ურთიერთობა და რევოლუციური სული. ეს სული, რომელიც აქტიურად მოქმედებდა სერაფიმ როუზის თაობის ეპოქაში, ჩვენ მაგ სულს, მსგავს სულს და იმ აღწერილობას, რომელიც ის აღწერს მე-20 საუკუნის ბოლოს, ჩვენ მაგას ასევე ვხედავთ 21 საუკუნის დასაწყისში. ანუ ეს გამოვლინებები აქ უფრო მოხდა და ეს რევოლუციური სული დაანგრევა ძველი წესრიგის. ეს არის კრედო ამ საზოგადოების და ამავე დროს ეს განიხილება როგორც უმაღლესი ღირებულება, ამ დროს ღმერთი ფაქტობრივად უკვე
ჩანაცვლებულია რაციონალიზმით, რაციონალური იდეებით, ჩანაცვლებულია თავისუფლების ლიბერალური გაგებით და სწორედ ამასე ამახვილებენ ყურადღებას და ამახვილებს ყურადღებას არა მარტო იდეოლოგები, საერო იდეოლოგები ამას გულისხმობ, არამედ ასევე სასულიერო პირები იდეოლოგები იგივე, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ქუჩის ლიბერალიზმი, ეგრეთ წოდებული ეს თავისუფლების რაციონალიზმის, ეს აზროვნების განვითარება, ეგრეთ წოდებული თითქოს და ამას ენიჭება რაღაცა სულიერი მნიშვნელობა, ეს ყველაფერი სიცრუე, ამ სიცრუეს ღებულობს ეს თაობა, ამ სიცრუეს იღებს როგორც ჭეშმარიტებას და ერთ-ერთი კიდევ დამახასიათებელი თვისება, რომელიც არის ამ თაობის, ეს არის ის, რომ ის მუდამ თამაშობს, ის სულ თამაშია, ჩვენ ვიცით, რომ ინტერნეტის თაობა კი არა, უკვე ხელოვნური ინტელექტის პერიოდია, აქ უკვე შემოდის ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობა, აქ იწყება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მასიურად და ესეც დამახასიათებელია სიზარმაცე, კომფორტი, ნაკლები მუშაობა, უპასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებში და ღვთისადმი სრული უნდობლობა. და თუ კი იყენებს საზოგადოება ღვთის სახელს, აქაც მხოლოდ ზედაპირული ხედვები აქვთ. რელიგიურ მნიშვნელობა უკვე ენიჭება ეკოლოგიზმს, ასე ვთქვათ, ეკოლოგიის, ანუ გარემოს დაცვა, ეს არის რელიგიურ დონეზე, ჩვენ ამას ხედავთ ასევე გაჟღერებულს პაპის მხრიდან, თვითონ კათოლიკების მხრიდან, სხვადასხვა საეკლესიო დაწესებულებებს, ეკუმენიზმის საბჭოებზე ჩვენ ხედავთ იგივე საუბრებს, ანუ მატერიალური საგნების შემოდის, მატერიალური თემები შემოდის, როგორც სულიერი და მნიშვნელოვანი თემა და სულიერი თემებზე საუბარი და ზოგადად სულიერება კლებულობს და ის ვინც ინარჩუნებს ამ სულიერ ცხოვრებას, ვინცაც სწორი დამოკიდებულება აქვს, მათ ნელ-ნელა აცხადებენ გიჟებად, ფაქტობრივად მიუღებელია მორწმუნე ადამიანი ამ თაობისთვის, ის პირდაპირ დევნას არ განიცდის, ესეც უნდა ვთქვათ, თუმცა საზოგადოებრივი ეგრეთ წოდებული სოფტი, ანუ რბილი დევნა შეინიშნება, ჩვენ ხედავთ, რომ იდევნებიან ჩვენი შვილები იდეურად ინსტიტუტებში, სასწავლებლებში, სკოლებში, თუ კი ქრისტიანულად ცხოვრობს ადამიანი, მას არ აქვს ისეთი ფართო გასაკანი, მას გარკვეული შეზღუდვებსაც უწესებენ ზოგიერთი მასწავლებლები, რექტორები, ესეთი მაგალითები ბევრი ვნახეთ, ჩვენ ხედავთ პირდაპირ პროტესტებს, გარკვეული შინაგან პროტესტებს და გარიყულობას ადამიანების სხვადასხვა სასწავლებლებში და ეს პროცესი მიდის სამსახურებში, იგივე პროცესი ხდება, თქვენ იშვიათად ნახავთ ადამიანებს, რომელიც იყოს ძალიან მიღებული, ახლა მორწმუნე ადამიანი, ძირითადად ეს არავინ ამაზე არ საუბრობს, თუ ადრე სასულიერო პირი პატივისცემის სუბიექტი იყო, მას შეხვდებოდნენ, დღეს ეს კლებულობს, ჩვენ ვიცით სასულიერო პირებისგან მათ შორის ისეთი დამოკიდებულება არ არის და ეს არის გამომხატველი იმ ნიჰილიზმისა, იმ განდგომილებისა, იმ დამოკიდებულებისა, ღვთისგან განშორებისა, რომელიც სულ უფრო და უფრო აკავშირებს და აერთიანებს ამ თაობებს. საბოლოოდ რა ვთქვათ, ჩვენ შემდეგი ბოლო თაობა ეს არის ეგრეთ წოდებული ალფა თაობა, ეს 2013-2025 წლამდე თაობა, ეს არიან ბავშვები, თინეიჯერები არიან დღეს, თუ ამაზე ვისაუბროთ, ახლა ჯერ კიდევ რო ითქვა, ალბათ არ გამოუვლენიათ თავი, მაგრამ ჩვენ უკვე ერთ ხედავთ, ამათი ცხოვრება ეკრანთან არის, ეს ტელეფონის ეკრანია, ეს ვირტუალური სამყაროა, ვირტუალური სამყარო აღიქმება როგორც რეალური სამყარო, პირდაპირ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი უკვე ამათი თანხმედრი ისეთ ცხოვრების ისეთი ბუნებრივი თანამგზავრია, ვერც წარმოუდგენიათ ამ თაობას და წინა თაობასაც ტრანსჰუმანიზმის იდეები ძალიან იზიდავს, ეს რობოტიზაცია, ადამიანის სხვადასხვა ჩიპების ჩატმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან მისაღებად მიაჩნია, თუ ადრე როდესაც საუბრობდით ანტიქრისტეს მოსვლის ეპოქაზე, გარკვეული შიში იყო, მიუღებლობა იყო, საზოგადოებაში გულისხმობთ ამას, როდესაც საუბრობდით ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ ღალატი ქრისტესი და ასე შემდეგ, დღეს ჩვენ თამამად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც არც მალავენ ამის შესახებ, ისინი არამც თუ ძალდატანებით, სიამოვნებითაც მიიღებენ ანტიქრისტე და ამას არც მალავენ, იმიტომ რომ ბოლოს გვახსენდება ჩვენ სერაფიმ როუზის სიტყვები, ხო, ვინც
აირწმუნა ქრისტესი, ის ირწმუნებს ანტიქრისტეს. ხო, ეს ძალიან ბუნებრივად მოხდება. ჩვენ თუ ადრე სვავდით საკითხს და კითხვას ტექნიკური საშუალებით, ტექნიკურად როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო, რაც აპოკალიფსში წერია, ბოლო პერიოდზე წერია, ჩვენ დღევანდელ პერიოდში ეჭვებიც აღარ გვაქვს, რომ შეიძლება ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი და რამდენად დიდი რაოდენობა ადამიანების მხარს დაუჭერს ამას. არ დაგავიწყდეთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ თაობებზე, ჩვენ ახლა ძალიან ვიწრო წრეში განვიხილეთ უფრო მართლმადიდებლური კუთხით, ხო? უმეტესობა მართლმადიდებლური ქვეყნები და აღარ ლაპარაკობ ჩვენ ახლა ბუდისტურ სამყაროზე, მუსლიმანურ სამყაროზე და სხვა სამყაროზე, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს და არც ეკლებათ არასდროს მართლმადიდებლობას და დიდი ალბათობით მცირედი გამონაკლისის გარდა, რომელიც ღვთის განგებით ჯერ კიდევ არსებობს, ხო? ამრიგად, ჩვენ რო შევაჯამოთ, ხო, ეს თაობები და თაობების განვითარება როგორ მოხდა, ახლა განსხვავებით იმ თეორიებისა, რომელიც გავრცელდა ამ სოციოლოგების მხრიდან, ჩვენ დავინახავთ რეგრესულიერი თვალსაზრისით. თითოეულ თაობას მოყვება გარკვეული ნაბიჯი უკან სულიერი კუთხით, კიდევ ერთხელ ვამბობ. შეიძლება ტექნიკური კუთხით, შეიძლება პროგრესის კუთხით, რაღაცები შეიქმნა მობილურები, ტელევიზორები, სხვადასხვა რაღაცები, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ყველა მამები ამას ამბობენ. ადამიანი არ გახდა უკეთესი, მისი სულიერი დამოკიდებულება, სულიერი ცხოვრების წესი გაუარესდა, მისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ გაუარესდა, მომრავლდა განშორებები, ოჯახს საერთოდ აღარ ქმნის საზოგადოება, ახალგაზრდებს საერთოდ არ სურთ ოჯახის შექმნა. ბოლო სტატისტიკების მიხედვით შემაშფოთებელია ჩვენ ქვეყანაში 10-დან 7 განშორება ხდება 2-3 წელი ოჯახური ცხოვრების შემდეგ. ადამიანებს არ უნდათ პასუხისგებლობის, ახალგაზრდებს პასუხისგებლობის აღება, არა მხოლოდ საქმეში და სამსახურში, სადაც მათ ფულს უხდიან, ოჯახური პასუხისგებლობის, ელემენტარული შვილების პასუხისგებლობის, არაფერს აღარ ვამბობთ ღვთისადმი რწმენისა და ცნებების შესრულების პასუხისგებლობის თაობაზე, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად მათ ცხოვრებაში არც არ არსებობს უმეტესობას გულისხმობ ჩვენ. და ბუნებრივია ამ თაობამ, რომელიც ეს რეგრესი მოყვება, ჩვენ ამას ვხედავთ ფაქტობრივად ამ რეგრესულიერი კუთხით, კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ რეგრესს, რას მოიტანს ეს რეგრესი? ეს საზოგადოება ბუნებრივია მიიღებს იმ ანტიქრისტიანულ ძალებს, იმ სულისკვეთებას და არა მარტო მიიღებს, ის სიხარული და დღესაც უკვე გამოხატვები არის ამის მსოფლიოში, დევნა მიმდინარეობს მართლმადიდებლებს და ის მორწმუნეთა წინააღმდეგ აუცილებლად გამოავლენს თავის თავს, როგორც ძალას და შეეცდება მიიღოს ის ახალი მმართველი, რომელსაც ჩვენ ვიცით, რომ ერთვევა ანტიქრისტე. ამრიგად, ესეთი განვითარება სულიერი კუთხით, თაობების თვალსაზრისით, ჩვენ ესე ვხედავთ ამ განვითარებას. ეს არა პესიმისტური მიდგომაა, კიდევ ერთხელ ვამბობ. არამედ უფრო რეალისტურია. სერაფიმ როუზი ამბობს, რომ ნუ ვიქნებით ბრმები, ხო? ჩვენ არ გვევალება სიცრუეში ცხოვრება. შეიძლება ადამიანებისთვის ეს გარკვეულად დეპრესიის შემქმნელი იქნება, მაგრამ არა მორწმუნისათვის, იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანი ყოველთვის ნახულობს ნუგეშს ეკლესიაში. ის ყოველთვის ხედავს, ის კითხულობს, მან იცის, რომ ეს აღსასრული მოხდება, მან იცის სახარებისეული სწავლება, რომ ბოლო ჟამს მცირედნი გადარჩებიან, მცირე სალფო შესახებ. მან იციან, მორწმუნემ ყველა მიცის, რომ იქნება დევნა, საკმაოდ სერიოზული დევნა. ეს ყველაფერი ძალიან ცნობილია და ისიც ვიცით სახარებიდან, რომ მხოლოდ უკანასკნელ ჟამს რჩეულნიც კი ცნობდებიან. ესეც ვიცით, ხო? მაგრამ ეს არ არის საფუძველი რაღაცა პესიმიზმისა. პირიქით, როდესაც შენ რეალურად ხედავ საფრთხეს, ეს იქნება მოდერნიზმის სახით, განდგომილების სახით, იმ მოვლენების განვითარების სახით, ეკუმენიზმი, მათ შორის პერენიალიზმი, რაზეც ჩვენ ფემინიზმი, რეალიზმი, რა ვიცი, რამდენი იზმებია, რომელზედაც ჩვენ ხშირად საუბრობთ. ამის დანახვა გვაჩვენებს ჩვენ რეალურ სახეს იმ ეპოქის, იმ თაობის და ამას ვიყენებთ ღვთის სადიდებლად ჩვენ
ამის შესახებ ვამბობ და აქ უკვე მთავრდება ჩვენი როლი, ჩვენ შეგვიძლია ეს დავაფიქსიროთ, ვილოცოთ ყველა ადამიანისთვის, ყველასთვის ცხონება გსურდეს საკუთარი თავისთვისაც, გარანტირებული არავის არ აქვს ეს ცხონება და ვიყოთ მადლიერები და ყველაფერი ჩვენი მომავალი მივანდოთ ღმერთს.